ესე იგი, საიდან აღმოჩნდით აქ, აი რა დავკარგვია აქ. აქ ვართ პეტაშვილთან ვიტო მოტორში. პეტაშვილი ვინც არიცით, ბევრს შეიძლება ნანახი აქვს ვიდეოები ჩელენჯის რო გამოგვიწევს, მაგრამ ჩემ აუდიტორიას მიმართა ვინც არიცით, ვინ არის, ლინკებს ამოვანათებ და იქ შეგიძლიათ გადახვიდეთ და გაეცნოთ ამ ჩელენჯს. ერთი სიტყვით ამ ვაშბატონმა გამოგვიწვია ჩელენჯი, აი ყველანაირშიო, რაშიც გინდათო, დრიტი გინდაო, დრაგი გინდაო, ოფროუდი გინდაო თუ რავი, თაიმ ათაგზევ, სადაც გინდათო, ოღონდ მოდითო, აი, მოკლედ ორი ვიდეო ჩაწერა, გუშინ კიდე მეორე ვიდეო დაარტყა, იმიტომ რომ პირველ ვიდეოზე პასუხი ჯერ არ ქონდა დადებული, თუმცა ჩვენ მოვედით გუშინ, გავიარეთ დეტალები, მივიღებთ მონაწილეობას ამ ჩელენჯში. პასუხსაც რა თქმა უნდა ნახავთ მომდევნო ვიდეოებში, ჩვენ მაგ ჩელენჯების რო ჩაგვიწერა პეტაშვილმა ვიდეო, მაგის პასუხი არ დაგვიდია და ელოდეთ მაგის პასუხებიც იქნება, თუმცა დღეს მოვედით, ჩვენ გვაინტერესებს CLS-ი, რომლითაც გვემუქრება, ნუ ამ შემთხვევაში მდინარეზე ემუქრება, რომ აი CLS-ი თო M4-ზე იმენა გაგასწრებო, ნუ ეს ერთ-ერთი დრაგის ჩელენჯი არის, რომელშიც გამოგვიწვია და მაგრამ მაინტერესებს CLS-ი ერთი რა გააკეთა, იმიტომ რომ ნუ ეხლა CLS ვაფასებ, იცით ჩვენს ყავდა და მაგრად მევასება CLS-ი 63, მაგრამ მაინტერესებს ერთი აი რა გაუკეთა ისეთი რომ M4-ზე გვემუქრება ჩვენ. შიგნით არის მოვედით ეხლა აქ ვართ, აკეთებს რაღაც მე მგონი ეხლა აწყობს, იმიტომ რომ მანქანები იქიდან რაღაც მოხსნა, აქედან რაღაც გადაიტანა და იქ ახლა ჩალიჩობს ეხლა ტილ შემოურბენს ეხლა გაწმინდა. გაგვიწმინდე რა ძმა. მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარეშვილი და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ-დრაივს. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ პეტაშვილის CLS 63-ს. გიორგი, ერთი თხოვნა მექნება, ეს მანქანა ისე მევასება შენებურები შებერე რა არ მოაყო. ესე იგი, სანამ დავიწყებ ახსნას თუ რა მანქანაა და რატო წამოვიყვანეთ პეტაშვილისგან და ზოგადად რა გვინდოდა ამ მანქანისგან, გეტყვით რომ ჩვენს არხზე ყველა ვიდეო არის 100,000 პლუსით, ანუ აბსოლუტურად ყველა ვიდეო არის 100,000 პლუსით. 2018 წელს დავიწყეთ ჩვენ YouTube არხი, ანუ ოფიციალურად რომ დავაანონსეთ, რომ YouTube-ზე მოვედით, იყო 2018 წელი და იმ დღიდან მოყოლებული ყველა ვიდეო, რაც კი დავდეთ, ტესტ-დრაივი იქნება, პროექტი იქნება, თუ შეჯიბრისთვის მომზადება იქნება, ყველა ვიდეო 100-დან ზევით არის და მილიონსაც გადაცდა ჩვენი ვიდეოები. ერთ-ერთი ლიდერით კი არ და პირველ ადგილზე მყოფი ვიდეო არის CLS-ზე. ნუ წინა კუზავოა რა თქმა უნდა, თუმცა ამ კუზავომაც არაფერი არ დააკლო სხვა ვიდეოებს და ამ მანქანის ვიდეოც, ნუ CLS-ის, ჩვენს ყავდა CLS-ი და ასევე ტესტ-დრაივიც ქონდა გადაღებული CLS-ის, მაგის ვიდეოსაც საკმაოდ დიდი ნახვები აქვს. ბევრი ნახვები აქვს ერთ სიტყვით და არა მხოლოდ ხალხს, არამედ ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოდელია, რაც Mercedes
შეუქმნია და გამოუშვია და შემოუგორებია ჩვენ ქალაქში და არა მხოლოდ ჩვენ ქალაქში. ეხლა გეტყვით რატო არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბრუტალური მანქანა ეს, კონკრეტულად ეს მოდელი. ესე იგი, დავიწყოთ კონკრეტულად პეტაშვილის მანქანა, რატო წამოვიყვანეთ, აი გვაინტერესებდა, მეც მაინტერესებს. ახლა დრაგის მოყვარული ჩემ არხს ვინც უყურებთ, მე არ ვარ, მაგრამ ყავს აგერ დრაგის მოყვარული, კამერის იქიდან გვიყურებს და იღებს ამ ვიდეოს. გვაინტერესებდა რითი გვემუქრებოდა რა, აი გამოდით, გადაგირთხათ და ეს YouTube-ია და ჩვენ გვასწავლის უბანს იმენა, ეს YouTube-ს გვასწავლის ჩვენ. ახლა YouTube რა არის, მაგას ცოტა ხანში შეიგრძნობს. YouTube რა არის, ნიკუშ, მაგას ცოტა ხანში შეიგრძნობ. ესე იგი, წამოვიყვანეთ ეს მანქანა, ეს არის CLS 63S, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფორმატიკია და 4-ვე წამყვანია. რა თქმა უნდა, 8 ცილინდრიანი ბიტურბო და ნუ აქ უკვე ყველაფერი ნათქვამი. აი ეს ჯოჯოხეთური ხმა მე რომ მიყვარს ხოლმე ამ მანქანას რო უხდება, ეგრე არაფერს არ უხდება. ანუ ეგრე არაფერს არ უხდება. ნუ 8 ცილინდრიანი CLS ბიტურბო მეც მყავდა, ფორმატიკი არ იყო, უკანა წამყვანი იყო, 63 იყო ეს არის 63S, რასაც ნიშნავს, რომ ეს არის 4-ვე წამყვანი. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, ვინმე თუ ვერ მიხვდა. რესტის სხვირი, ანუ რესტის ბამპერი აყენია ამ მანქანაზე. რეალურად რესტი არ არის და სხვათა შორის ძალიან იშვიათია 63S არა რესტი და ნუ ერთ-ერთი აი გააძრო ჯიბიდან არ ვიცი საიდან მოკექა, მაგრამ გააძრო და ააწყო. ააწყოში გულისხმობ იმას, რომ ნუ წინ რესტის ხვირი მიაგდო თავისი ფარებით, თავისი ტუჩით. და ცოცხლით შეღებდა. და ცოცხლი ბიჭო, ხო იცი? ამ მანქანით რომ ღამე მოძრაობ, ღამე არ ეტყობა ის დეფექტები. ხუაზე ხა აი აქ რო ჩაგეტევა ზაზორში, ეგ ღამე არ ჩანს, იმიტომ რომ ღამე ამ მანქანით დადიხარ, დასისინებ, აგრუხუნებ, აი მეზობლების წყევლა, აი მეზობლების წყევლა არის არ ხალხის, იმიტომ რომ ვაჟაზე რომ მიდიხარ, იქ ხო თან ისეთი კორპუსებია აშენებული, ქვევით მეტრო რო არის ზანზარეს. ანუ მეტრომ გაიარა თუ შენ შავი CLS-ის შენ ძმებთან ერთად, ვოლკერთან ერთად და ვერ გაიგებს ვერავე. ერთის თუ წყევლა არ აქცდება ამ მანქანით რო დადიხარ. თან პლუს აი როგორი სიმღერა უნდა ედოს, იცი ზევიდან, აი რუსული უნდა იყოს უეჭველი, აი ერთი სიტყვა ლიუბოვ უნდა იყოს შიგნით, ერთი მამა უნდა იყოს, ცოტა უნდა ტიროდე, ანუ მაგ ტექსტი, ანუ ეგეთი ხმით უნდა მღეროდე მაგას და რაღა ბრატვა ან რაღაცა უნდა გქონდეს გარეული მაქსიმუმს. რამეს კი, ვოლკიც უეჭველი. რამე ეგეს თუ იმას იზავ 1-2 წამი შემოაგდე ამ CLS-ს, იმიტომ რომ ნებისმიერ სტორზე, ვისაც CLS ყავს, რო გადადიხარ, 1-2 რუსული შეცურებული აქვს ამ ისტორიისთვის. დღევანდელი უხეში ტესტ-დრაივი არ იქნება სტანდარტული უხეში ტესტ-დრაივი, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იგივე განხილვები, რაც გვაქვს ხოლმე ტესტ-დრაივში, ეგრე არ გვექნება და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ მეც ძალიან დიდი ხანი მყავდა CLS-ი, თან ნუ ესეთი იყო, რესტის სკვირზე არა, მაგრამ ნუ არა რესტი იყო, ისიც უკანა წამყვანი იყო. ღილაკების განხილვას აღარ დავიწყებ, აი ზეპირად იცით, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ვიდეო გვედოთ CLS-ზე ჩვენს არხზე. მე მინდა კიდევ ერთხელ ამ მანქანის ისტორია მოვყვე, თუ რატო გახდა ესეთ საკულტო მანქანა, აი ხალხს რატო ევასება ეს მანქანა და თუ საშუალება გაქვთ, რატო უნდა შეიძინოთ ეს CLS-ი. კონკრეტულად ეს გულზაო. მოდი დავიწყებ ჩემებურად, ვიზუალით, იმიტომ რომ ვიზუალი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი მანქანამ თუ გინდა რომ თავი შეგაყვაროს, მე და ამოუქოქო ეხა ხუარენგირსები დავერიო ჩავიდე, მაგრამ ეხა ცოტა ადრია რომ დაბნელდება მე. ვიზუალი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ვიზუალში ხედავ აი იმ მანქანის ხასიათს. აი იმ მანქანის ხასიათს რო ხედავ, მე გაყვარებს თავს. ამ მანქანამ რა დაგვანახა? რა დაგვანახა და 4-კარიანი, ანუ აი მოდი სედანი უწოდოთ. ნუ ამას კი ქვია 4-კარიანი კუპე, მაგრამ მოდი სედანად მოვიხსენოთ და მე ვიტყოდი რომ ესეთი ბრუტალური, ელეგანტური და ლამაზი და გრუხუნა სედანი მეორე მე არ მეგუნლება. გინდ 2-კარიანი თუ 4-კარიანი კუპე დაუძახეთ და რაც გინდათ ის დაუძახეთ. ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ყველაზე ბრუტალური ავტომობილი. მოდი ახლა ფარებით დავიწყოთ. ეს არის რესტის ფარები, რესტის ბამპერი აყენია. მანქანა რო გამოვიდა არარესტი პირველი თაობას, აი მე რაც ყავდა, აი ვერ ვიტყვი ის ჯობია თუ ეს ხვირი ჯობია თუ აი რომელი ჯობია. პირველი რომ დავინახე იმან თავი შემაყვარა, მაგრამ მე რაღაცეები ისვლება ხოლმე რესტი რა არის, აი დროს მიყვება და სანამ თლიანი მოდელი შეცვალოს, მე რაღაცებს უსვლიან ხოლმე უფრო თანამედროვე იყოს. აი მაგალითად ამას ინტერიერში რო პატარა სალონში პატარა მონიტორი, რესტი უკვე დიდი საკაიფო მონიტორი გაქვს და ანუ რაღაცა თვალს მაინც ჭამს ხოლმე ეს რესტი. ყველა შემთხვევაში ეგრე არ არის. ანუ არის ბევრი მოდელი
სადაც მე არარესტი მირჩევნია. მომწონს ამის ხვირი, ძველიც და ახალიც, ეს თქვენი გემოვნების ამბავია, რომელიც ხვირი გევასებათ, იმიტომ რომ დღესდღეობით საერთოდ არ არის პრობლემა იმისი, რომ არარესტით უყავს რესტის ხვირი დააყენო. ან თუ მოგინდება პირიქით იშვიათად რომ ვინმე გააკეთოს, მაგრამ პირიქითაც შეგიძლიათ რომ გააკეთო. ეხლა გადავინაცოთ გვერდზე უკვე ამ პეტაშუმა როგორ მოხდა ერთი რითი უნდა და ჩვენი გაოცება. ნუ დისკები შეცვალა, ამანქანას დისკები არ ყენდება, ამაზე უნდა დააგო დისკები, იმიტომ რომ უნდა მოაგორო ეს უზარმაზარი დისკები შავი-შავში, რა თქმა ცელეს, ვიცი, შავი-შავში. ჰა, მაქსიმუმ რუხი ისიც მატი, აი. ხოხტები გადაკრული, აი ბრუტალური ვიდეო ქონდეს თუ არა და სხვა შემთხვევაში უნდა იყოს აუცილებლად შავი. ნუ შავი ფერი ძალიან რთული მოსწავლელია, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ არის რაღაც მანქანები, აი CLS-ი, C6 კორვეტია მაგალითად, რომ აი შავის გარდა ვერ წარმომიდგენია. უეჭველი შავი უნდა იყოს, რომ ის აგრესიულობა შეინარჩუნოს. ამის გვერდი, აი ბანანი რო უწოდეს, ეს მოხრილი რო არ ვიცი, ყველაზე ლამაზი Mercedes-ია. აი რა დრო რო გავა, ეს მანქანა მაინც იქნება ერთ-ერთი ყველაზე თესლი მანქანა და მაგიტომ ვთქვი, ვისაც საშუალება გააქვთ, ეს მანქანა ფასო ვეღარ დაკარგავს პირიქით. ამ მანქანის ფასი გაჩერდება ერთ ადგილზე და ან ზევით წავა, ან მინიმუმ იმ ადგილზე იქნება გაჩერებული. ეს უზორები, ეს დიზაინი, აი ვინც ეს დახატა, იმის მარჯვენას შემოვევლე, აი დაჟე ჩამოვაკურავინებდი მაგ ხელით ვინც ეს დახატა. ეს ტრაკი რომ მოდის, ეს ფარები რომ მოდის და აი ნუ ეს სპოილერი. აი ესე მანქანა სპოილერი უხდებოდეს, დაგთელი გინახავთ, აი მე არ ვიცი. ეს არის პიკი შერწყმის და რა თქმა უნდა დიფუზორის გარეშე აქ სხვანაირად არ გამოვიდოდა არაფერი. ეს დიფუზორები რა თქმა უნდა ყველა CLS უკენია საქართველოში რაც დადის, აი აბსოლუტურად ყველას უკენია ეს 63-ის დიფუზორი და 63 ვისაც არ ყავს, მაინც 63-ები არის ვიზუალით ყველა. იმიტომ რომ ყველას ევასება ეს ბამპერების მიყრა და 63-ის ვიძე ყველა ამ მანქანის. იმიტომ რომ ულამაზესია. აი მეტი ამ მანქანას არაფერი არ ჭირავს. თესლი დისკები გვაქვს. ტუჩი, კარნიზი, დიფუზორი გვაქვს, ვიხლოპი გვაქვს, რა თქმა უნდა კატალიზატორები გამოშიგნული ჯოხკეთის ხმა გამოდიოდეს, შავი CLS-ი გვაქვს, ეგ არის და აი დაბნელებას ველოდებ. შიტელის თავები ძმაო ნაკლატები. ანჯის ჩემო უეჭვე. ამას ბრაბუსია. რაც ხელში მოხდა ყველაფერი მიაყარა ამ მანქანას, იმენა ჩვენ ჯინაზე, იმენა აი უენგალაბისაც შეშურდებოდა იმ ბრაბუსის თავები. დაბნელებას ველოდებით. და მივდიოთ რომ ქალაქი ავაციოკოთ. ეხლა დავქოქავ ამ მანქანას და გავიკატაოთ, გავჩერდეთ, დაბნელებას დაველოდოთ და გავაგზავნოთ ჩვენი ტესტ დრაივი. ვისოლზე მოვედით რომ გავაძღოთ ეს თამადა, იმიტომ 20 ლიტრი ჭირდება 100 კილომეტრზე გორაობით და ნუ თუ ჩავაფარეთ ჩვენ როგორც გვიყვარს ხოლმე უფრო ბევრი უნდა. ამიტომ უნდა ავავსოთ აუზი და მე ისე ვიაროთ ბნელ თბილისში დაღამდება. ერთი სიტყვით წელსაც იგებს ორიო, ვინც ასხამს და ვინც ასხამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისოლის გათამაშება დაბრუნდა. ძალიან მარტივია მონაწილეობის მიღება ამ გათამაშებაში. თქვენ უნდა გქონდეთ აპლიკაცია, ვისოლის აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ App Store-დანაც გადმოიწეროთ, სრულიად უფასოა. 50 ლარის საწვავი უნდა ჩაასხათ, დაასკანეროთ თქვენი QR კოდი და ავტომატურად უკვე გათამაშებაში იღებთ მონაწილეობას. თქვენ შეგიძლიათ რომ მოიგოთ სულ ახალი X1 და ვინც ჩაგისხამთ, იმასაც შეუძლია რომ მოიგოს სულ ახალი X1. თამაშდება iPhone-ები და რა თქმა უნდა საგზურები, ასევე ქულები და ერთი სიტყვით უამრავი პრიზი დააწესა ვისოლმა და თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად გახდეთ სულ ახალი X1-ის მფლობელი. თქვენთან ერთად რა თქმა უნდა თქვენი ჩამსხმელის. 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ამ გათამაშებაში და ეს უამრავი პრიზი რაც არის, შეგიძლიათ ერთ-ერთი პრიზის გამარჯვებული გახდეთ. ამიტომ ყველამ 50 ლარის საწვავი გაამზადეთ, ჩაასხეთ თქვენს ავტომობილებში, ჩვენ ცოტა მეტი დაგვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენივე თამადით ვართ მოსულები. და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი QR კოდი და აუცილებლად ეს QR კოდი უნდა გამოიყენოთ. ხვის QR კოდს თუ გამოიყენებთ, სამწუხაროდ პრიზი არ გადმოგეცემათ. ამიტომ ჩვენც ახლა ჩვენი QR კოდებით შევარდებით და რა იცი რა ხდება, ეხლა ჩვენს გავხდეთ ახალი X1-ის მფლობელები. წავიდეთ ახლა საწვავი ჩავასხათ, დავასკანეროთ ჩვენი QR კოდი და ვნახოთ, ვინ იქნება გამარჯვებული. ველოდებით რაღაც პრიზებს ჩვენც. წავედით.
იქნა დაბნელდა, რა თქმა უნდა დაბნელდებოდა, ბასაც წავიდო და ჩვენს გადატენილები გამოვედე. თუმცა სანამ დაბნელდა, იქამდე უკვე საწვავი შეისორუთა, თამად გაიყნოსა. დალია, დააყოლა პახმელიაზე გამოვიდა. ერთი სიტყვით ჩვენ ხელსარიელები არ დავდივართ ხოლმე, არ გვეშლება ეგეთები და ფეხბურთელი ჯო წამოუღეთ ჩვენს ნიკუშას, იმიტომ რომ ფეხბურთი ხა აქტუალურია, თან ჩვენი ბიჭი თამაშობს ეგ იმენა კვარა, იქ ანგრევს იქაურობას და რა თქმა უნდა, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ სიმბოლური იქნებოდა, რომ ეს ჯო წამოგვეო. თუმცა GS-ი დაგვხვდა. GS-ი დაგვხვდა, ვეღარ გავიგე, ჩვენ არ ვევასებით თუ პირიქით ჩვენი ფანია. ეიტერია თუ ფანია. მაგას გაიგებთ ჩვენი ვიდეოები და ცოტა ხანი უნდა დაელოდოთ. მოდი ხა სალონზეც ორ სიტყვას ვიტყვი სულ, სულ ორ სიტყვას. არ ვაპირებ ამის ღილაკების განხილვას, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ წითელი ტყავით არის მოპირკეთებული ეს სალონი. მოპირკეთებული რემონტი კი არ არის. წითელი ტყავით არის გაწყობა, გადაკერილი არის წითელი ტყავი. რაც მე ძალიან მომწონს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მე ბოლო პერიოდში, ამ ბოლო პერიოდს კი ვიძახი რამოდენიმე წელია, მაგრამ რეალურად მართლა მომწონს ესეთი რაღაც სხვა ფერში რო არის სალონი. ანუ შავთან ერთად სხვა ფერის რო ურევია, ძალიან მომწონს. სულ შავი კარგია, ყველაზე მარტივი მოსავლელია, იმიტომ რომ შავზე ჭუჭყი და რაღაცეები არ ეტყობა, თუმცა ეს წითელი ტყავიც მომწონს, რა გავაკეთო. სავარძლები, რა ვიცი, CLS-ის სავარძლებია, კომფორტულად ვზივარ, ანუ ვერ ვიტყვი რაღაცა ხისტიან ასე შემდეგ, ანუ მანქანას რო ვატარებ, ყველაფერი მომწონს. საჭესთან ხო ისედაც ვზივარ და ვზივარ, როგორ შეიძლება ეს არ გევასებოდეს, მე არ ვიცი. BMW-ს ფანი იქნები, Audi-ს ფანი, ამერიკული მანქანების, რაღაცა ეგ Mustang-ის კი არა, Ford-ის ფანი იქნები, თუ რისი ფანის არ უნდა იყო. ეს კონკრეტული მოდელი ალბათ ყველას ევასება. მე არ ვიცნობ ადამიანს, რომ ეთოსო CLS-ი არ მევასებაო. მაგისთვის არის შექმნილო, გამეიკატაო და სიამოვნება მიიღო ამ ხმით, ამ 8 ცილინდრით. შენ გაზის პედალს აჭერ, ბენზინის ის არის ნელ-ნელა ქვევით ჩამოდის, მაგრამ არაუშავს. საკმაოდ რბილია ამ მანქანების დაკიდების სისტემა. რბილია, კი არ ქანაობს, კომფორტულად რბილი არის ის. მანქანაც დგას თავის ადგილას და შენც რო დადიხარ უზარმაზარ დისკებზე, რო დადიხარ შენც მოგწონს. მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ცხენები აქვს მომატებული ამ მანქანას, გაკეთებულია. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, სიამოვნებს მომწონს, მაგრამ ტრაკის საზომით ვგრძნობ, რომ ეს მანქანა M4-ს ვერ გაასწრებს. რაღაცაშია საქმე. შეიძლება ბოლომდე დამთავრებული არ არის, მაგრამ ცხენის სუნია. არა. დეციბელებში თუ გაზომეს ამ ხმამ თუ მოატყუა, კი ბატონო. არა, იმენა ცხენებში თუ გაზომეს, გამორიცხულია. პროს არ არსებული არის. შეიძლება რაღაცები აქვს დაგეგმილი, როგორ უნდა რომ ჩვენ გამოვხდნას, მაგრამ ჩვენი გამოტანა ეგეთი მარტივი არაა. რაღაცა დიდი რიგია. რიგში უნდა ჩაეწეო. დაჟე უკვე იმას ფიქრობთ, რომ ის დავაყენოთ ჩვენთან, რა ქვია. ციფრს რო გაწეს, რიგის ნომერი რო აიღო, მაგრამ ნახოთ რა იქნება. ყველაფერი წინ არის, ამიტომ წინასწარ ბლატაობას ჯობია ჯერ მოვიგოთ და მერე ვიბლატაოთ. კი, მანქანა კაია, კარგად ადის, ჩქარია, ყველაფერი თავის ადგილას არის, არაფერი არ გუძრება, მაგრამ მეეჭვება. მაგრამ მე გამოჩნდება, ეგ ვიდეოს დაიდება. გზა თავისუფალია, ძალიან მომწონს ესეთი თავისუფალი გზა. ერთი სპორტ პლუსშიც უნდა მივაფარო რა. 1-2 გახდა გამოხდა კურდღელი უნდა ვქნათ. ჩქარა მიდის ახლა ბაზარი არა, სასიამოვნოდ ჩქარდება. ყველაფერი ეს ხმას უფრო მაღალ ბრუნებზე უკვე სპორტული ხმა ეძლევა, თავიდან ტრაქტორის ხმა აქვს, თუმცა ეგ ტრაქტორის ხმა გვიყვარს ყველას, რაღაც ქარხანა რომ მუშაობს, რო ამოიქოქება, ხო იცი, რუბილნიკს რო არ ტყავდა, რო ამოიქოქება ქარხანა ნელ-ნელა რო ხურდება ეს ყველაფერი, მაგის ხმა და მერე უკვე სპორტული ხმაც აქვს. მაგაშიც დიდი პლუს. პირველი რა უნდა გააკეთო? დაუნფაიფი ან უბრალოდ კატალიზატორები ამოყარო. 63 სალონები ზოგადად სხვანაირია, ვიდრე 550-ების. ეს AMG-ის ბერკეტი ძალიან მომწონს. ეს ისე სიტყვისთვის გამახსენდა, რომ ძალიან მომწონდა ჩემ მანქანაშიც და ამაშიც ძალიან მომწონს. რაღაცნაირია, თავისებური არის. CLS-ში ეს გადასართველი სიჩქარეების ბერკეტი საკმაოდ ლამაზია. რასაც ვერ ვიტყოდი ამას. კიდე ერთხელ უნდა ვთქვა, ეს გასული
ანა, რა ვიცი, 90-იანებია. მონიტორი არ ვიცი, ამას რა ფერებიც არ უნდა დაუყენო, რაღაც აი ვერა, რა ვერ ვიკაიფი ამ მონიტორით, რა, აი ვერა. რესტებს მაგარი მონიტორი აქვს, უკვე თანამედროვე და ეს მაჩვენებლების დაფა, რატომღაც მახსოვსო, ჩემსაც ესეთი არ ქონდა. აქ უფრო რაღაც ნათელი ფერები აქვს. ანუ არ იყო ჩემთან ესეთი, ეს კაია, ეს უკეთესია, უფრო მომწონს ვიდრე ჩემთან იყო. აი ეს ნორმალური არის. აი ეს მონიტორიც უკვე ის რო ყოფილიყო, კაი იქნებოდა. მაჩვენებლების დაფა მომწონს. საჭე რესტის აყენია, თავისი ალკანტარით, თავისი ტყავით, მშვენიერია წითელი სალონი, ანუ ყველაფერი თავის ადგილასაა რა, მომწონს. ეს ძრავი ბევრჯერ გაქვთ ნანახი ჩვენს არხსეს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ძრავი გამოიმუშავებს 585 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ მეტრია, აი 800 მენა ქვას ხეთხავს. აქ გადარა კარბონის გვაქვს, ეს ლოგო არ ვიცი, საწაეო. ალბათ გახსოვთ ძველ 5 და 5 კომპრესორებზე ეს ლოგოები სულ დაკარგული იყო ხოლმე. სეტკა და მე ეს ლოგო ძრებოდა ხოლმე, მაგრამ აქ ახალდეს დაკარგულია. ცხენები რომც არ მოუმატო და არ გააბოროტო ეს მანქანა, მაინც მაგარი ხმა აქვს და მაინც ჩქარი. ანუ ჩქარს ახლა ცოტა ისეთია ჩქარს გააჩნია რას ეძახით, მაგრამ აი თქვენ რო ჩააჭიროთ და ისიამოვნოთ და ჩქარა წავიდეს მანქანა, მაგის ტრაკი ამ მანქანას CLS-ებს 63-ებს ქარხნულათვე აქვს. რაც შეეხება კოლოფს, ნუ ეს კოლოფი კი გასაგებია რომ თავისი მუღამი აქვს, აი რაღაც თავისებურად დადის, თავისებურად ვრთავს სიჩქარეს და ყველაფერი ნუ მოგწონს. მე ყოველ შემთხვევაში მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზეიდეალურია და კარგი. ანუ თავის კონკურენტებთან M6-თან მაგალითად ჩვენ ეგ ექსპერიმენტები რო ჩავატარეთ, M6-იც ყავდა და CLS 63-იც ყავდა, AMG 63 და ნუ აი სპორტულობით M6, ანუ BMW აი ანადგურებდა იმით, რომ ბევრად ჩქარი გადაცამათა კოლოფი აქვს, ბევრად სპორტულია, მოსახვევში უკეთესად გას, დრიფტზეც უკეთესია, ანუ ეგ ვიდეოები შეგიძლიათ გადაახვიოთ ეგ ვიდეოები და ნახოთ, მაგრამ აი ამას ნუ აი მაინც ორივე რო დამიყენოთ CLS-ი მირჩევნია. რა ვქნა, ყოველთვის CLS-ი უფრო მომწონდა და ეს ხმა და ეს 8 ცილინდრი ჩემთვის პირველია, ამიტომ უფრო ჩქარა გადართავს კოლოფით, უფრო ნელა გადართავს, მაინც ეს მანქანა უფრო მომწონს. ეხლა დავაფაროთ ეს კაპოტი, აქ სიახლეს ვერაფერს ვერ მოგიყვებით, გითხარით ვიდეოს დასაწყისში, ეს ჩვეულებრივი უხეშტესძრავი არ იქნებოდა, ეს არის კონკრეტულად ამ მანქანის განხილვა. უნდა მენახა თუ რა მანქანა და რითი გვემუქრებიან. აი მუქარა ერთია, მაგრამ ნუ რეალობა და საქმეში მოყვანილი გაკეთებული მანქანა მეორე. ეხა ვართ ჰუალინგთან. მენ ბეზბოჟნი გაზაობები მიდის ხოლმე, აი ვისაც რაღაც, აი ყველაფერს ადუღებენ, აი არ აქვს მნიშვნელობა კუბატურას, აი ხმა ისმის უკვე. იმენა. აი ბეზბოჟნი გაზაობები ხოლმე მიდის, მაგრამ ნუ აქ ძირითადად ეხა დაბალი კუბატურებია მაინც რა, იმიტომ რომ ვისაც ცხენები და რაღაც მართლა ტესტები და მართლა უღმერთო გაზაობები წეროვანშია ხოლმე ეკითხება. წეროვანში კი არა, მექსიკაში. ხო და წამომცა. მაგრამ აქაც ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ შეიძლება ბუჩქები და უზო ვიღაც გამოხდეს, დაგირტყას და მოხიოს. ისე რომ ვერც მიხვდე რა მოხდა. ამიტომ კი, აი მოჭიმული უნდა იყო, მაინც სპორტ პლუსით უნდა იარო. ჩვენ კი ნელა დავდივართ ახლა და ქალაქში არ გაზავთ რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც რა ისეთია, ხო ხდები რა, სახელი უნდა დატოვო რამე რო ხდება რა ეხა. უსაფარ უნდა გადაგირტყან და გაგიშვან. არა, ეგ შორი და პოპკორნების ხმა ის უნდა იქ ტრატატატატა. ბარბლი ასწორებს, მაგრამ აი ეს პოპკორნი გაუჩერებელი, აი რო აუშვებ და 1 კილომეტრიო ბათქა ბუთკია, აი საშინელება არის, აი საშინელება. რაღაცა ხდება. აი CLS-ით, აი რო ვიზახ ბუჩქებიდან გადმოხდება ვიღაცა გადაგირტყავს წავა. მოიცოდნენ? ნო, უპისავი.
ესეთ პარკინგზე ალბათ იცით ხოლმე როგორ მთავრდება CLS-ის შემოსვლა, დიდი დონატებით მთავრდება. მაგრამ ეს ვინაიდან 4-ვე წამყვანია, მე ცოტას დავინდობ ამ მანქანას პატრონა შემოგთავაზოს კვადრო დრიფტი, თუ მაგარია. მე დავინდობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ პარკეთ მიუტანო ნაწლები ამ მანქანას. ესე იგი რა ხდება? ნუ რაღა უნდა ხდებოდეს მეტი რა შეიძლება დავამატო. ანუ აი ეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აი აქ რო ამოქოქავ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი დანაყოფის საიდუმლო პროექტია, რომელიც ვერ განახორციელეს, დაკარგეს და შემთხვევით ჩაუვარდა Mercedes და ის განახორციელა. იმიტომ რომ ისე მუშაობს ეს 8 ცილინდრი, ეს 5.5 ბიტურბო, ისე მუშაობს და აი ეს გადაცემათა კოლოფი, ანუ ერთად ისე მუშაობენ, გეგონება რაღაც ბოროტების მანქანა არის შექმნილი და აი რო ძრავ ამ მანქანას მართლა ისე შეგრძნებას გაძლევს, როგორცაც სხვა მანქანები ვერ გაძლევენ. ანუ CLS აქვს თავისებური შეგრძნება. აი, კონკრეტულად აი ამ მოდელებს, განა იმიტომ რომ ესეთი ძრავი კი სხვა მანქანებშიც არის, სხვა Mercedes-ებშიც არის, უფრო ახალი თაობა 4-დან 0 ბიტურბოები ბევრად გამძლეა, ბევრად ჩქარია, მაგრამ აი თვითონ კონკრეტულად ეს მანქანა ისეთი გამოუვიდოთ, რომ ესეთ შეგრძნებას სხვა Mercedes-ი, ნუ ჩემი გადმოსახენა ვერ განიჭერს. ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან ბოროტი მანქანაა და ვინცაც გამოცდილი აქვს ეს შეგრძნება დამეთანხმებით რომ მართლაც ასიამოვნოა ამ მანქანის სიარული. ანუ აი შემიძლია მთელი დღე ცისტერნა ჩაობა უკან და აი პირდაპირ ბაქში მქონდეს ჩაყოფილი პისტოლეტი და აი რო არ თავდებოს აი უსასრულო საწვავი შემიძლია დავხარჯო აი ამ მანქანით. რა შეიძლება კიდე გითხრათ? ნუ მე პირადად კიდევ ერთხელ ვიტყვი უკანა წამყვანი CLS-ი მირჩევნია, იმიტომ რომ მე ის კატეგორია ვარ, ვისაც უყვარს აი ეს კვამლი, დონატი, და არა მარტო მე ვის მიყურებს უმეტესობას ეგ უყვარს. კვამლი, დონატი, მოცურება, დრიფტი, მით უმეტეს ესეთი ხმა რო აქვს მანქანას, აუცილებლად მოგინდება ჩაფარება ბურნაუთი ადგილზე ბუქსაობით რომ გავარდე. აქ იმასაც დავამატებდი, პეტაშვილი კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, რატომაც წამოვიყვანეთ ეს მანქანა. საბოლოოდ კიდევ ერთხელ მინდა რაღაც თქვა, თუ რაღაც არ შეულოთ სამ მანქანას, აი ფაშისტებს გადაურეკონ, იმედი ამ სიტყვაზე არ მიწყენთ, ნუ რასაც შევადარეთ იმას, გერმანელებს გადაურეკონ, რომ იქ რაღაცები აკლიათ, ანუ ცხენები აკლიათ, ანუ რაღაც იქნებ იმ სიაში რის მიხედვითაც ააწყეს ეს მანქანა რომ შექმნეს იმ ინჟინერებს გადაურეკონ, მანდა აი ბოლო ფურცელზე არ ეწერა ის ცხენების მომატება, იმიტომ შანსი არ არის ეხლა როგორც არის რომ ამან M4-ს გაასწროს, აი წამაჭერით თავი დამსაჯეთ იმენა. შანსია გაზის კამერაში შემაგდეს თუ გინდა. გამორიცხულია. კიდე ერთი რა შეგვიძლია ვთქვათ CLS-ზე, ვისაც 63-ის ყიდვის საშუალება არ აქვს, მესმის, ანუ საკმაოდ ძვირია, საკმაოდ რთული შესანახა, 550-ია, 550 შეგიძლია მოაგდო და ნუ ბევრი დადის 63-ის ვიზუალით 550, 4 და 7 ბიტურბო. ანუ ცუდი კი არ არის, ანუ რა თქმა უნდა, კარგი არის, რომ ბევრი ეგეთი მანქანა დადეს, მაგრამ უყურე, აი როდესაც კოპიო ხდება 63-ის, თითქოს რაღაც სტატუსი, ანუ პაფსავდება, სტატუსი უარდება ამ მანქანას, იმიტომ რომ გვერდზე ისეთ 550 მოვაყენებ, რომ აი ვერ განასხვავებ, ტყუპის ცალი იქნება, აი ზუსტად ესეთი ბამპერი ექნება, ესეთი დისკები ექნება, ანუ აი ესეთი კრილოები და ანუ ვერ განასხვავებ ფიზიკურად. ისის 8 ცილინდრიანი როა იმასაც გამოშიგნავ და ხმაც იმასაც ძალიან ბრუტალურია. ერთი სიტყვით შეგიძლია კოპიო რაღაცა აწყო, აი როგორ G-კლასებზე გადავდით ხოლმე ადრე ძველ ტესტ-დრაივებში, რა შეგიძლია ძველი G-კლასი იყიდო, მიაყარო ეს აბოისი და ამ ბრაბუსი გეყოლება, ან AMG გეყოლება, რაც გინდა ის გეყოლება. ზუსტად ეგრეა CLS-ი, მაგრამ როგორ G-კლას სტატუსი არ უარდება, მე ვთვლი, ამ მანქანას სტატუსი არ უარდება. ნუ ეს ისეთი მანქანაა, ცოტა პოტენციურ მყიდველებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ანუ პოტენციურ მყიდველებზე რა შეგვიძლია ვთქვათ? მე არ ვიცი ევროპაში CLS-ებით ვინ დარბის და ვინ არის, ერთი არ შემხვედრია, მაგრამ მე ის ვიცი, რომ ამერიკიდან ვეზიდებოდით და ვეზიდებოდა დღემდე ჩამოდის ეს მანქანები. ზოგი იაპონიაშიც კი ყიდულობს დღემდე შენახულს ცოტა გარბე დაბალი პრაბეგი რო აქვს და რა თქმა უნდა რუსეთში ხო, ნუ ბანანი და CLS-ი აი ყველა ფორმაში იხმარეს და ყველა ABS-ში და ყველა ტიუნინგში და ტრეკზე ქალაქში დედას ნავენ იმენა აი ამ CLS და ეგ რუსული სიმღერები ზუსტად მაქედან არის, მე გადმოტანილი და აქ რუსულის ბლატატებით რო დარბის კამანდა. ანუ ორი კატეგორია არის, მე ესე ვთვლი ამ მანქანას. ვისაც მართლა ევასება და აფასებს და აი სივნიავს არაკარებს და მეორე კამანდა არის, ვინც აი იმენა ანადგურებს ამ მანქანას. ან სულს ვერც ერთზე ვერ ვიტყოდი, ვერც მეორეზე ვერ ვიტყოდი, მაგრამ პოტენციური მყიდველების მუღამი ამ მანქანაში ის არის, რომ აი ვისაც აი სისხლი უდუხს, აი ვისაც სისხლი უდუხს, თუმცა ნერი უდუხს, თვითონაც რო ვერ გაუგია, აი ყველას ევასება ეს მანქანა. აი ყველა აი ბლატნოი ტალღაზი არის. ანუ უნდათ ეგ ცხოვრება, არ უნდათ ეგ ცხოვრება, ამ მანქანაში ვждები ეგრევე ბოროტები და გინდა არ გინდა შენი ეგო ასა მაგათ იმაღლდება და ნუ აი არ ვიცი. აი მესვე ჩაუჯექი მშვენიერი, ანუ ვინც ახლდან მისვავს, ანუ
ძალიან მოსიყვარული ადამიანი ვარ. ანუ არ ვარ ცუდი ტიპი, მაგრამ აი ამ ჯოჯოებში მე კი ვიღაც ზოლებში დავამტრო ეხლა მე კი ჩავეყბა თავისით გამოდიოდე. ანუ არ შეიძლება, ანუ უნდა გააკონტროლოთ ხოლმე ყველაფერი. ანუ იმის თქმა მინდა რომ აი ძალიან ბლატატა სიმღერები როდეს ანუ მოგონილი არ არის მართლა რომ დადიხარ ამან ემოციურად ისეთ ემოციებს განიჭებს რომ რაღაც აი გადატენილი ხარ ანუ აი წყნარათას რომ დადიხარ ეს ხო ბო რომ დადის ტრაქტორივით რომ მუშაობს აი გადატენილი ხარ და ზუსტად ეგაა რომ პოტენციური მყიდველებიც რა თქმა უნდა ნუ აი მსგავს სიმღერებს ადებენ მსგავს სურათებს იღებენ იქ ჯარიმების აკიდება ჯარიმების ფოტოები და თუ პატარაზე მირტყმულია წინ იმენა მტრის ერთი ფარი თუ აკლია პატარაზე ბამპერი გაფუჭებული აქვს აი შეგიძლია დაანგრიო ქვეყანა აი შავ-თეთრი სურათები შეგიძლია მოაყარო და მოაყარო სიმღერებზე უკვე ვიღადავე ანუ მე მეზიზღება ეს სიმღერები ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ ნუ აი ხო ხდებათ აი მარტო მე ხო არ ვარ ეგეთი ან მე ხო რეალობას ბაზრობ აი სადაც კი ესეთი მანქანები ხდება შავი და ეს რუსული სიმღერები ანუ ან ტირის ტიპი რუსულად და რაღაცა ცხოვრება დაემხო თავზე ან რაღაცას ბლატაოს კიდე დაუბრუნდეთ იმ საკითხს იმ თემას რისი განხილვას მე მინდა ეს არის ამ მანქანის დაძველება როგორ ანუ შეიძლება დაძველდეს და გახდეს $2000 შეიძლება დაძველდეს და გახდეს პირიქით უფრო ძვირი გახდეს აი მაგაზე მინდა ცოტა ჩავშალო და მაგაზე ვისაუბროთ იმიტომ რომ აი მაგალითად სტოსარაკაოი აი 140 იმენა დღესაც ეს კლასი რომელიც ყველასთვის ვისაც მანქანები ევასება ეგ ეს კლასი ყველას ევასება ანუ აფასებს მაინც შეიძლება არ წავიდეს არ გავარდოს არ იყიდოს მაგრამ აფასებს მაინც და ვისაც გავარდნა და ყიდვა უნდა ისიც უკვე როგორ არის ისი აი Google-ში არის ყველა ფანჯარა გახსნილ სადმე ისეთი შეხვდეს რომ ანუ თირკმელის დამატება არ დაჭირდეს რომ შეძლოს ყიდვა და ყავდეს კარგ მდგომარეობაში ანუ იმის თქმა მინდა რომ მე რატომღაც ამ მანქანას ზუსტად ეგრე უყურებ ანუ დრო რო გავა, აი კიდე 10 წელი რო გავა, ეს იქნება აი ვალჩოკივით. რატომღაც გონია რომ ეს მანქანა ზუსტად ეგეთი გახდება. ეს ტესტ-დრაივი იდება თუ YouTube-ს არ დახურავენ ეს, აი შეგიძლიათ მე ნახოთ ეს ტესტ-დრაივი და ბევრმა შეიძლება თავში შემოერტყას ხელი. თუ საშუალება გაქვთ და გევასებათ მანქანა და გინდათ რომ ესეთი რაც ლეგენდა ყავდეთ, შეგიძლიათ დაითრიოთ და აი დავით, მოუვაროთ. მაგრამ ეხლაც რო წახვიდეთ და იყიდოთ, იაფი არღეს, ანუ რეალურად 10 წელს რო გადაცდება მანქანა, ხო უნდა ძალიან იაფდებოდეს. არა, ამ მანქანას უჭირავს, თავისი თავი უჭირავს, ეგრე ვერ დავარდა ამ მანქანის ფასი. საკმაოდ ძვირი ღირს, სწავლონებასთან შედარებით, ანუ საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს, რესტის და არარესტის, ანუ ორივე 63 მოდელზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, და არა 550-ზე, ანუ 63 კარგი შენახული, ცოტა გარბენით მოვლილი საკმაოდ ძვირი ღირს. ერთი სულ იმის თქმა მინდა, ვინც ოქროს ყიდულობს ხოლმე რომ რაღაცა სამუალოდ ინვესტიციაო, შეგიძლიათ CLS 63 შემოაგდოთ. ბიტკოინი არა, ამაში ჩადეთ. იმ ბიტკოინი შეიძლება ხოლმე დაეცეს და ამის ფასი ვერ დაეცემა, იმიტომ CLS-ია შავითან. ამიტომ ვინც ამ ტესტ-დრაივს უყურეთ და დაფაცურდით, ეგრე მუთაკას თავი მოხსენით, იქ რაღაც კრედიტ ოფიცერთან გადარეგა და დავაი ფული დაამტკიცე შე ბოზო ამდენს რო ვიხდი პროცენტსო. გეტყვით რომ კავკასიის ავტოიმპორტ შეგიძლიათ მიმართოთ კოპარტის ოფიციალურ პარტნიორს, იქ შეარჩევთ, ან თვითონ დაგეხმარებიან დილერები, აგარ შევინებენ სასურველ მანქანას, თქვენც გადახედავთ, ნახავთ, როგორი მანქანა გინდათ ფერის მიხედვით, მაგრამ ნუ ეცადეთ რომ შავი იყოს, CLS-ი შავი, ცამდე მართალია. შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ აი ეს დაამწნილოთ და ყოველთვის რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, აი რაც უფრო მეტი დრო გადის ეს წლები ემატება, ეს მანქანა წარმოგიდგენია სულ ელექტრომანქანები რო შემოიყრება, რაღაც ვიბრატორები და უცებ შენ აი ამ დედამობით რო გამოდიხარ, ანუ ეს ელექტრომანქანები რო არის ვარდისფერ სამყაროში და უცებ შეშავით CLS-ით 5 და 5 ბიტურბოთი რო მოდიხარ, ანუ Z-ის გადამამუშავებელი ქარხანა რო გაქვს, ამ ოქოქილი, აი ნავთობ კომპანია რო არის, აი რო შეხედავ, აი ყველა დაქუქვაზე რომ სუნი გამოდეს იქ რაღაც სიკვდილის მანქანა რო იქოქება და ზეთი და ბენზინის ნარევის სუნი გამოდის და ტურბინის ხმა გუშწელიდან რო გამოდის ანუ მაგით რო გამოდიხარ ამ წყნარ მზიან ცისარტყელიან ქალაქში რო გამოდიხარ აი ამ აღარ ვიცი რა ამ სასაკლაოთი აი ამ სასაკლაო ხაფანგის რო გამოდიხარ სიკვდილის მანქანით ერთი სიტყვით მეც ვერაფერს ვეყარ დავამატებთ სანამ თქვენ მოიგებთ X1-ს 6 ცალი თამაშდება თან 6 სულ ახალი X1 თამაშდება რა თქმა უნდა საგზურების თამაშდება iPhone-ების და ქულების და ერთი უამრავი პრიზი გელოდებათ ვისოლისგან სანამ მაგის გამარჯვებული გახდებით დღეს ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივზე გავათამაშებთ 200 ლიტრს საწვავს რა თქმა უნდა ვისოლისგან გადმოგცეს და ჩვენ გავათამაშებთ გამოვავლენთ ორ გამარჯვებულს რომლებსაც გადმოგეცემათ 100 ლიტრის სუპერი ამიტომ ჯერ არ დასკიპოთ ჯერ არ გათიშოთ უჭამთ ისევ დარჩით თქვენ მაგიდებთან და უყურეთ შეიძლება თქვენი კომენტარი ამოვარდეს დროა უკვე გათამაშებად დავიწყოთ წავედით
ძალიან მარტივი იყო ჩვენ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. წლებია უკვე გათამაშებას ვაწყობთ ხოლმე და ყველგან ერთი და იგივე პრინციპია. ან უბრალოდ უნდა დააკომენტაროთ ჩვენს ვიდეოებზე და რა თქმა უნდა არხი გამოწერილი უნდა ქონდეს. ეხლა ავარჩევთ ბოლო 2 ვიდეოს. თითო ვიდეოდან გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს და თქვენ გამარჯვებული ვინც იქნებით გადმოგეცემათ 100 ლიტრის საწვავი, რომელიც გადმოგცა ჩვენ ვისოლმა. ერთი სიტყვით ვინც ამოიცნობთ თქვენ თავს კომენტარებში, მხოლოდ და მხოლოდ Facebook-ზე მოგწერეთ. საწვავის აღების დღეს მოგწერთ ჩვენ, არ ინერვიულოთ, არ დაგვავიწყდება. ერთი თვის მე არ მოგცემთ, ზუსტად 2 დღე ჭირდება, რომ მაგას დავიგეგმოთ, მოგწეროთ, იმიტომ რომ ყოფილა ესეთ შემთხვევები, რომ აუც სხვადასხვა რეგიონებიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან ყავს ხოლმე გამარჯვებულები და მე გვიწევს შეხვედრა და ამ პრიზების გადაცემა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვათამაშებთ საწვავს. მოდი დავიწყოთ, აღარ დაგღლით, აღარ მოგაცნეთ, პირდაპირ ავირჩიოთ, მაგალითად პირველი იყოს ჩიკოს რომ ვაჩუქეთ მანქანა. დავაკოპიროთ. აგერ ჩავსვათ. დაველოდოთ პირველ გამარჯვებულს, აუცილებლად Facebook-ზე მოგწერეთ. სხვაგან არა, Instagram-ზე, TikTok-ზე საერთოდ არ გვაქვს, TikTok-ზე და რაღაცა პოსტით არ გამოგვიგზავნოთ. ჩვენ ნახავთ თქვენ მოწერილს, გადავამოწმებთ, გეკუთვნით თუ არა პრიზი და რა თქმა უნდა გადმოგეცემათ უკვე ეს პრიზი. შევთანხმდებით, სამ უნდა შევხვდეთ, მობრძანდებით და გადმოგცემთ და აი სუპერი შეგიძლიათ ჩაასხათ და ჩვენ სახელზე გამოიყენოთ ისე როგორც საჭირო უხეშად. ამასობაში კომენტარები იწერება და იწერება, ანუ რა ხდება იქეთ გიო? იქეთ მაგარი ხიპიში, აქ ჩვენ პრიზებს ვათამაშებთ, იქ იმენა ვინვის ურტყავს ვერ გავიგეთ. 3000 გავწდით უკვე. ხო, აქ შეგახსენებთ რომ თითო იუზერიდან თითო კომენტარია. ანუ ერთმა იუზერმა თუ დაწერა 10 კომენტარი, ჩვენ მითითებული გვაქვს რომ იუზერებიდან ერთი კომენტარი აარჩიოს. ამიტომ აქ შეიძლება 5000 კომენტარი ეწეროს, მაგრამ რეალურად ვიდეოზე იყოს 25000, იმიტომ რომ შეიძლება თითო ადამიანმა 2ჯერ, 3ჯერ ან 4ჯერ დააკომენტარა ჩვენს ვიდეოზე. 5000 გავწდით, всё. 4938, 5000 იყო მე ჩამოაკლო. დავაჭიროთ. პირველი გამარჯვებული 50001 საღოლ ბიჭებო და გული 500 გილოცავ შენ მოიგე 100 ლიტრის სუპერი ვისოლისგან ვისოლმა ჩვენ მოგცა ჩვენ გავათამაშეთ ჩვენ არსად და უხეში არხისგან გილოცავ Facebook-ზე მოგწერეთ ჩვენ ნახავთ შეგეხმიანებით და მე გადავუკეთებით და ამ პრიზს გადმოგცემთ. ეხლა უკვე დრო არის მეორე ვიდეო იყო Land Cruiser-ის, სხვათა შორის ამ Land Cruiser-ს დიდი გამოხმაურება მოყვა. დიდი გამოხმაურება ერთი ამბავი იყო დატრიალებული ამ Land Cruiser-ზე. ეს იმან გამოიწვია რომ Toyota საქართველოში ყველა გირდება. წმინდა არის. Land Cruiser-ი მით უმეტეს და კაი კომენტარებიც იყო, ბევრი ხალხი მხვდება ხოლმე, ბევრი ადამიანი შემხვდა, დღესაც კი შემხვდა ერთი რომ აი უყურებ მაგ ვიდეოს ու ფიქრობდიო კიდოს და გადავიფიქრეო. უცებ მოყვები პატარა ისტორიას რა, ესე იგი ორი სხვადასხვა შორტი დაიდო Facebook-ზე, ერთი იყო დადებითი, ერთი იყო უარყოფითი. დადებითზე კომენტარები იყო რა გადაგიხადეს ამისთანა რომ აი ესე აქებ და უარყოფითზე არ დაერდეგივე ვიდეოს. უარყოფითზე წერია შენი მოსაწონი მანქანა ყوار არის. არც ერთმა რა თქმა უნდა რა თქმა უნდა. აი მაგას რო წერენ ხოლმე სანამ კომენტარები გაიფილტრებენ, მაგას რო წერენ ხოლმე სუის კითხვა მიჩნდება რომ ალბათ თავიდან ბოლომდე ვიდეოს არ უყურებენ. ანუ მაგ Land Cruiser-ის ძალიან ბევრი დადებითი, დადებითი თვისებები აი ამოვიღეთ და დავდეთ, როგორც მე ვიძახი დავგეჭე მეთქი, წარვადგინეთ თქვენ წინაშე, ანუ აუხსენი ყველაფერი დადებით და რა თქმა უნდა უარყოფითი რაც ქონდა, რაც მე არ მომეწონა, ეს სუბიექტური შეიძლება ვიღაცას მოგწონდეს, ეგენის თქვი, მაგრამ აი ვიღაცა რაღაც ნაწილს უყურებს, ზოგი Facebook-ზე უყურებს მაგრილს და ერთი ამბავი ატყდა რომ აი შენი მოსაწონი მანქანა არა, კაი რაღაც გამოსა, შენი მოსაწონი მანქანა ვერ ნახეთ, ის ვერ გამოუშვეს, არა გადაგიხადეს. ერთი სიტყვით მე არ ვიცი რა გადამიხადეს, მაგრამ ეხა რო 100 ლიტრის საწვავს გავათამაშებ, ეგ ვიცი. გაფილტრა 1979, აი ისეთი ვიდეოები უნდა არჩიე ხოლმე. იქ რამდენი კომენტარი იყო, აქ რამდენი არის. ანუ ვიღაცას დაეზარა კომენტარის დაწერა და გამოეთიშა. ვისაც არ დაეზარა, ისაც არ გამოეთიშა, ეხლა გამოჩნდება. აჰა.
მაგარი ვიდეოა. გენაცვალე და ამას დაევასა Land Cruiser-ის ვიდეო Prado-ში. მოგწერე Facebook-ზე, შენ გახდე 100 ლიტრის სუპერის გამარჯვებული. ჩვენ გადმოგცემთ უხეში არხი სახელით და რა თქმა უნდა უღმესი მადლობა ვისოს, უღმესი მადლობა თქვენ რო აქტიურობთ. არხი რა თქმა უნდა გამოწერილი უნდა გქონდეთ, ვისაც ჯერ კიდევ გამოწერილი არ გაქვთ არხი და მაინც გიყუროთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი. დღეისათვის მე მგონი სულ ეს იყო. სანამ დაგვიშვეს იქიდან მე მოვხილ. ამოუქოქოთ ეს სიკვდილის მანქანა და წავიდეთ ჩვენს გზაზე, იმიტომ რომ კარგი ვიდეო გამოვიდა და მოდი შევირგოთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ. უკვე დინარაძე სამად ხედავ, თვალები და ვეღარ ვიყურები, მართლა გადავიყალეთ, მაგრამ ყოველთვის ის მიხარია ხოლმე, რომ აი ამ ვიდეოს რო დავდებ და რო შევარდებ და მეს უყურებ ხოლმე მაგ ვიდეოს და აი ამ ხალხის კომენტარს რო ვკითხულობ, აი მინდა ხოლმე რომ ეგრევე მეორე, მესამედეს ახალი ვიდეოები, ახალი რაღაცები მოვიფიქროთ და გადავიღოთ საქართველოში ისეთი ვიდეოები, რომლებიც ჯერ სხვას არ გადაუღია და ვიყოთ პირველები. ერთი სიტყვით, უღრმესი მადლობა, ამის თქმა მინდოდა, ეხლა ცოტა გამიგძელდა, თამადასავით გამომივიდა, მაგრამ დარჩი ჩვენ არხზე გამოიწევთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეოები, დააკომენტარეთ, რომ ეს გათამაშებებში მიიღოთ ხოლმე მონაწილეობა, ჩვენ ვეცდებით ყოველთვის რომ მრავალფეროვანი პრიზები გადმოგცეთ და გავათამაშოთ ჩვენს არხზე. დროებით. დავიშალეთ. ამდენი გეყოფა რამდენ ხანს? 1-2 ჩაჭერა სპორტში და მორჩა.